ომი ახლო აღმოსავლეთში და მისი მძიმე გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ტურიზმის სექტორი და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია სერიოზული გამოწვევების წინაშეა. რეგიონში არსებული ვითარების გამო შემომყვან ტურიზმში ჯავშნების მასობრივი გაუქმება ფიქსირდება, რაც სექტორს დიდ დარტყმას აყენებს. ნეგატიური ტენდენცია სავარაუდოდ აპრილშიც შენარჩუნდება. ტუროპერატორები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საგაზაფხულო სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნილია და ახლა მთელი იმედები ზაფხულზე მყარდება. ამ პერიოდში ძირითადად რუს ტურისტებს ელოდებიან ამაზე წინასწარი ჯავშნები მეტყველებს. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ამ თემით ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, გაზრდილი ფასები და დაბალი მომსახურება საქართველოში ეს ორი ძირითადი ფაქტორია მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩავარდა წელს ტურისტული სეზონი. გარდა ამისა, საქართველო უკვე შეცვალა თავისი ტურისტული ვექტორი, ძირითადად აზიური წარმოშობის ტურისტებს ელოდებიან საქართველოში. წელს უფრო მეტი აზიური წარმოშობის ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში, ვიდრე დასავლური ქვეყნებიდან ინგლისურენოვანი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ისვენებენ ძალიან ხშირად. ამ ყველაფერს ემატება ცხადია მსოფლიოში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება, ირანში არსებული დაძაბული საომარი მოქმედებები, რის გამოც ის ტურისტები, რომლებიც მაგალითად ისრაელიდან უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში მაისისა და აპრილის თვეში, უკვე აუქმებენ თავიანთ ჯავშნებს. ტუროპერატორები საუბრობენ აგრეთვე საქართველოში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც გეოპოლიტიკურთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი გახდა იმისა, თუ რატომ შემცირდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა. ეს არის მოუწესრიგებელი ზამთრის კურორტები. წელს ხუთივე ესეთი ტენდენცია, ხუთივე კურორტი, დასასვენებელი კურორტი ასეთი ტენდენციით ხასიათდებოდა, რომ მასთან მისასვლელი გზები იყო მოუწესრიგებელი, ამორტიზებული და მდგომარეობიდან გამოსული. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ტურისტებზე უშუალოდ დასასვენებელ ლოკაციებზე არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტურისტულ ლოკაციებზე დასასვენებლად არის განკუთვნილი და აუცილებელი, მდგომარეობიდან გამოსული იყო, ან თუ ფუნქციონირებდა ხარვეზებით და შეფერხებით. ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ტურისტების შემოსვლისა საქართველოში და კოვიდამდელ ნიშნულს ჯერჯერობით სამწუხაროდ ტურისტების რაოდენობით ვერ დაუბრუნდა საქართველო. წელი იყო ძალიან არასტაბილური, ზამთარი იყო არასტაბილური. ქონდა ძალიან კარგი თოვლი. თითქმის ყველა კურორტზე საკმარისი თოვლია და გუდაურში სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე, რაც ძალიან კარგია. მაგრამ რამოდენიმე ფაქტორმა და ზოგადად გრძელვადიანმა ამბებმა, რაც ზოგადად ხდება რამოდენიმე წელია საქართველოში, ანუ ტურიზმის ვექტორი რომ შევცვალეთ და გადავერთვეთ ძირითადად აზიის მიმართულებით, მაგრამ წელს იყო რაოდენობა, მაგრამ ძირითადად ეს იყო აზია, რომელიც ადიოდა ერთი დღით, ორი დღით და მათთვის უბრალოდ თოვლის ანახავად. და შესაბამისად ეს ვერ იქნება კურორტისთვის რაღაც საფუძვლიანი შემოსავლის მომცე. ჩვენი ბაზარი უნდა იყოს დივერსიფიცირებული და უნდა გავაკეთოთ თუ ზამთრის ტურიზმი აქვს საუბარი ისეთ ქვეყნებზე აქცენტი, რომლებიც იციან თუ როგორ უნდა დაისვენონ ზამთარში. კარგი რეკლამა და კარგი დივერსიფიცირება. მოკლედ ეს არის ძირითადად რაც უნდა დაიგეგმოს შემდეგი წლისთვის და გარდა ამისა წელს ძალიან ბევრი პრობლემა იყო ასევე კურორტებზეც. ეს არის ჰიგიენური პრობლემა, საპრესპექტივის პრობლემა, რომელიც მარად დგას. რამოდენიმე საბაგირო არ მუშაობდა, ზოგი დატვირთვით მუშაობდა. დიდი ხანია ბათუმი პოზიციონირებს როგორც 4 სეზონის კურორტი, ზამთარი შედარებით მაინც უფრო დაბალი სეზონია. თუმცა წელს ალბათ განსაკუთრებით პრინციპში ბოლო წლებია მოიკოჭრებს, მე ინგლისურენოვან ტურისტებზე ვმუშაობდა, შესაბამისად მოიკოჭრებს მათი რაოდენობა. იყო აქ-აქ კანტიკურდად ტურები, მაგრამ ვინც ამაზე არის მხოლოდ დამოკიდებული, მისთვის იქნებოდა ეს ძალიან პრაქტიკულად ვერ დაეხმარებოდა ფინანსურად, ასე ვთქვათ. აქტიურად ტურიზმი ეგვიზებს მარტი-აპრილის თვეში და ჯერ ამის ნიშნები არ შეინიშნება. ჩემთან ყოველ შემთხვევაში სულ რამდენიმე ჯავშანი მაქვს აპრილ-მაისზე და ეგ არის. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკამ პირდაპირ უტყამს ტურიზმს და რაც ხდება ჩვენს ირგვლივ სამწუხაროდ არასდროს აღარ დაალაგდა ეს ომები და კონფლიქტები. ერთ-ერთი მიზეზი კიდე ინგლისურენოვანი ტურისტი ისედაც შემცირებულია გაზრდილი ფასების და დაბალი მომსახურების გამო და პირდაპირ რეისების არარსებობის გამო რიგ შემთხვევაში. და გაზაფხულის სეზონი ზოგადად არის ის სეზონი, როცა ყველაზე მეტი რაოდენობის ჯავშნები არის ხოლმე საქართველოში დაგეგმილი, თუმცა მარტის თვეში უკვე არსებული ჯავშნები გაუქმდა ტუროპერატორებს, ახლა აპრილის და მაისის თვეში ჩანიშნული ჯავშნებიც ნელ-ნელა უუქმდებათ, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ზაფხულში ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, თუმცა ცხადია არსებული გეოპოლიტიკური და ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ესეც ძალიან საეჭვო და პრობლემური ხდება.